ეს ვიდეო ეხება ფინაში ზედნოდების გამოწერის პროცედურას, რომელიც არის საკმაოდ მარტივი. ამისთვის დაგჭირდება წინასწარ რა მეთოდოლოგიის მივყვებით, ანუ ჯერ მომხმარებელს დავამატებთ თუ ჯერ დავამატებთ პროდუქტს, არ აქვს მნიშვნელობა. ვიღებთ დაახლოებით. აი მაგალითად დავიღოთ ისეთ პროდუქტებს, რაც მარაგში გვაქვს. შემდეგ მნიშვნელოვანი რომ ავირჩიოთ მყიდველი. თუ ახალი მომხმარებელია ვაჭერთ ამას, აი აქ წერთ კომპანიის აიდენტიფიკაციოს იმ ახალი კომპანიის ვიზეც წერთ ზედნადებს, მაგალითად 402009223 ეს არის ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერი. სისტემა მიცის რომ ჩვენ ვართ შეპასელის. შემდეგ ვაჭერთ OK-ს. შემდეგ ხსნით ზედნადების გამოწერას. და თუ კლიენტს სურს რომ მოახდინოს ტრანსპორტირება, მაშინ უთითებთ რამდენიმე მეთოდს. ან ტრანსპორტირების დროს უთითებთ რა მეთოდით სურს რომ გადაზიდოს საავტომობილო, სარკინიგზო, საავიაციო, სხვა საავტომობილო უცხო ქვეყნის გადამზიდავი. ანუ თუ მაგალითად DHL-ს, საქართველოს პოსტას ან სხვა კომპანიებს გადააქვთ ტვირთი, მაგ შემთხვევაში დაგჭირდება გადამზიდავი. თუ სიტუაზე უშუალოდ მომხმარებელს გადააქვს ნივთი, დაგჭირდება საავტომობილო. თუ უბრალოდ ხელით მიაქვს, მაშინ სხვა მეთოდს ავირჩევთ და ხელით გავუწერთ. ავირჩიოთ სხვა მეთოდი. ამ შემთხვევაში არის ჩვენი ფილიალის მისამართი, საიდანაც გააქვს ნივთი და აქ უნდა ჩავწეროთ აუცილებლად დასრულების ადგილი. შემდეგ, როდესაც ავირჩევთ დასრულების ადგილს, ანუ სად უნდა მიიტანოს, აქ უნდა აღვნიშნოთ ტრანსპორტირებაში რითი მიაქვს მომხმარებელს ეს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავწეროთ ხელით. მაგალითად დინამო არენა კარი 23. შემდეგ აი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის რომ ამ ყველაფერს რო ჩავწერთ, მოინიშნოს, გაიგზავნოს ზედნადები. OK და ვაჭერთ, ნახეთ, აი აქ გამოჩნდება ორგანიზაცია, ვიზეც წერთ ზედნადებს. შემდეგ გადავდივართ გადახდაზე. კარგით, ბოდიში. და ჩვეულებრივ იგივე პროცედურას ვაკეთებთ, ვირჩევთ კონკრეტულ მეთოდს, რითი იხდის მომხმარებელი. ნაღდი, უნაღდო განმადება, კონსიგნაცია და ასე შემდეგ. დაახლოებით იგივე რაც Glovo-ის გატარება, უბრალოდ დამატებულია ესე ვთქვათ, ზედნადების გამოწერის მანიშნებელი, სხვა არაფერი. ხო, კიდევ ერთი ხშირად მომხმარებლების უმეტესობას, რადგან ჩვენთან დიდი პროდუქტები არ იყიდება, არ ჭირდება ტრანსპორტირება. ანუ უნიშნულო, ამიტომ შეგიძლიათ ხშირად აირჩიოთ ტრანსპორტირების გარეშე, რაც ყველა ველს შეგიზღუდავთ და მხოლოდ დაგჭირდებათ გაიგზავნოს ზედნადები. ვაჭერთ OK-ს, შემდეგ გადახდის გვერდს მოვნიშნავთ და სულ ეგ არის. ზედნადები გამოწერილი ავტომატურად, თქვენი დამატებით ძალის აღარ არის საჭირო და ყველაფერი ძალიან მარტივად და კარგად არის გამართული. სულ ეს იყო ისი თქმაც მინდოდა. ხო, კიდევ ერთი რამის დამატება შემიძლია ოპერაციებში რომ შეხვალთ, თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ზედნადებები, დასახურის ზედნადებები. როდესაც ზედნადებს გამოწერთ, აი აქ იქნება გამოწერილი ზედნადები. რა შინაარსით გამოიწერა, რა თარიღში. ძალიან მარტივია. სულ ეს იყო. მადლობა.